ომებმა უკრაინაში და ახლა სპარსეთის ყურეში დაარღვიეს ჩვეული ბრძოლის წესები. ყველა მხარე ამ კონფლიქტებში მასიურად იყენებს დრონებს, როგორც წინა ხაზზე, ასევე შორ მანძილზე დარტყმებისთვის ფრონტის მიღმა. დაიწყო მასიური შეიარაღების რბოლა, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები სასწრაფოდ ცდილობენ შექმნან ყველაზე მომაკვდინებელი, მასშტაბური და ეკონომიური საბრძოლო დრონები. ამავე დროს პარალელურად დაიწყო არანაკლებ მნიშვნელოვანი შეიარაღების რბოლა, ანტიდრონული ტექნოლოგიების განვითარება. ასევე ცნობილია როგორც CUAS გადაწყვეტილებები, ანტიდრონული ძალისხმევა. მოიცავს ყველაფერს, იაფფასიანი ხელის ბადე იარაღებიდან დაწყებული, ასობით მილიონი დოლარის ღირებულების მოწინავე სარაკეტო სისტემებით დამთავრებული. მაგრამ ეხლა შვედურმა გიგანტმა Saabმა შემოიტანა უნიკალური კონცეფცია, რომელიც უკვე გამოცდილია პრაქტიკაში და შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ნატოს მიდგომა ანტიდრონული ბრძოლისადმი. ლოკი. მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ ლოკის სისტემას. გავიგოთ რა ხდის მას ასეთ ინოვაციურ კონცეფციად და როგორ შეუძლია მას სამუდამოდ შეცვალოს დრონებთან ომი. ეხლა CUAS გახდა დიდი ბიზნესი. დრონების შეჭრის სერია ევროპულ საჰაერო სივრცეში 2025 წლის შუა და ბოლოს აჩვენა, რამდენად მოუმზადებელი იყო ევროპის დიდი ნაწილი დრონების ჯგუფური დაბომბვისთვის. ისეთი როგორცაც უკრაინა და სულ უფრო მეტად რუსეთი, იძულებულნი არიან მუდმივად გაუმკლავდნენ. ტრადიციულმა რაკეტაზე დაფუძნებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, როგორიცაა MIMAS-4 Patriot და IRIS-T, დაამტკიცეს, რომ ეფექტურია შორ მანძილზე მოქმედი დრონების, მაგალითად რუსეთის შაჰიდ ჯორანის ვარიანტების განადგურებაში. ეფექტურია, მაგრამ არ არის ხარჯთეფექტური. უბრალოდ არ არის მიზანშეწონილი მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების გამანადგურებელი რაკეტების გამოყენება 10,000-ობით დოლარის ღირებულების დრონების ჩამოსაგდებად. განსაკუთრებით მაშინ, როცა დრონების წარმოება შესაძლებელია დღეში 100-ით ერთეულით, ხოლო გამანადგურებელი რაკეტების წარმოება წელიწადში მხოლოდ 100-ით ერთეულით ხდება. ამიტომ დაიწყო რბოლა CUAS გადაწყვეტილებების შესაქმნელად. ეხლა 2026-2030 წლებში ნატოს წევრები და მათი მჭიდრო მოკავშირეები სავარაუდოდ დახარჯავენ 210 მილიარდ დოლარზე მეტს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობებზე. ამ თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯება მაღალი დონის სისტემებზე, როგორიცაა Patriot, IRIS-T და SAMP სისტემები. მაღალი დონის საფრთხეებისგან, როგორიცაა რუსული და ირანული ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები, დაცვა დღესაც ისეთივე კრიტიკულია, როგორც ადრე. თუმცა მილიარდები ასევე იხარჯება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც სპეციალურად უპილოტო აპარატებზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით ისეთ სისტემებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მისაღებ ხარჯთეფექტურობას და მარტივად იწარმოება დიდი რაოდენობითა და სწრაფად. უახლესი Unmanned Space 2026 Global Counter UAS Systems Directory ასახელებს 1000-ზე მეტ უპილოტო საფრთხის საწინააღმდეგო სისტემას, რომლებიც 550-ზე მეტ კომპანიაშია შემუშავების ან წარმოების პროცესში მთელ მსოფლიოში. დირექტორია სისტემებს 11 სხვადასხვა კატეგორიად ყოფს. დრონების დასაჭერი სისტემები, როგორიცაა ბადიანი იარაღები, უპილოტო სახმელეთო აპარატები, დეტექტორის სისტემები, მიმართული ენერგიის იარაღები, ელექტრონული საწინააღმდეგო ზომები, იარაღები, ინტეგრირებული სისტემები, გადამჭერი დრონები, რაკეტები, საბრძოლო მასალა და სხვა, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფა. მაგრამ განსხვავებით სიაში ჩამოთვლილი სისტემების უმეტესობისგან, მათ შეიძლება გაუჭირდეთ ლოკის ერთ კონკრეტულ კატეგორიაში მოქცევა. რადგან ამ სისტემას განსაკუთრებულს არხდის დრონების ჩამოგდების რაიმე ახალი მაღალტექნოლოგიური მეთოდი ან ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური გამოყენება. სინამდვილეში მისი სილამაზე იმაშია, რომ პრაქტიკულად აერთიანებს არსებულ და ფართოდ ხელმისაწვდომ კომპონენტებს, რათა შეიქმნას ძალიან ეფექტური და ხარჯთეფექტური სისტემა. Saabმა არცსა და ბორბლის თავიდან გამოგონება, არც ჰქონდათ ამის საჭიროება. მათი ინჟინრები დააკვირდნენ უკვე არსებულ კომპონენტებს, რომლებიც თაროებზე ეწყო და სრულიად სხვა დანიშნულებისთვის იყო შექმნილი და გააცნობიერეს, რომ უკვე ჰქონდათ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ დრონების წინააღმდეგ საუკეთესო სისტემის შესაქმნელად. და ეს ნაბიჯი აიძულებს CUAS-ის დიზაინერებს მთელ მსოფლიოში იფიქრონ. მოიცადე, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ამის გაკეთება? ან უბრალოდ თქვან, მომეცი. ეხლა ის ფაქტი, რომ სწორედ Saab წარმოადგენს პრაგმატულ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სამხედრო სფეროში, არსებულ მწვავე პრობლემებზე, არ უნდა იყოს სიურპრიზი გლობალური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის გამოცდილ დამკვირვებლებისთვის. ბოლოს და ბოლოს ისინი ამას 10 წლეულებია აკეთებენ. კომპანია, რომლის სახელით შემოკლებით ნიშნავს Svenska Aeroplan, Aktia Bolagets, ანუ შვედურ საავიაციო კორპორაციას დაარსდა 1937 წელს. შემდგომში ის გახდა წამყვანი თავდაცვის ინდუსტრიის კომპანია შვედეთში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 35 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა ქვეყანაში მასშტაბით, ტექნოლოგიური ინოვაციებითა და სტრატეგიული მნიშვნელობით. წლების განმავლობაში Saabმა მუდმივად მიაწოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს იარაღის ფართო ასორტიმენტი, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით, პრაქტიკულობითა და სანდოობით.
ყველაზე გამორჩეული მათ შორის ალბათ არის ლეგენდარული JAS 39 გრიპენი, გამანადგურებელი თვითმფრინავი, AT-4 ანტიტანკური იარაღი, RBS 15 ანტიგემის რაკეტა, Double Eagle ნამსაწინააღმდეგო საზღვაო დრონები, Carl Gustav M4 უკუცემის გარეშე თოფი, Trackfire-ის დისტანციური იარაღის სადგური და Giraffe-ის რადარის სისტემები. და ამ სიაში ბოლო ორი ელემენტი ახლა ერთიანდება სრულიად ახალ ლოკის სისტემაში. ლოკი პირველად წარდგენილი იყო 2025 წლის თებერვალში, რაც შვედეთის საჰაერო ძალების, შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციის, FMV, SAAB-ისა და სხვა პარტნიორების თანამშრომლობის შედეგია. ის აერთიანებს არსებულ ტექნოლოგიებს მოდულურ სისტემაში, რომელიც შეიძლება სხვადასხვა კონფიგურაციაში აეწყოს, როგორც LEGO. სისტემა აერთიანებს მობილურ რადარს, SAAB-ის Giraffe RTX Trackfire-ის დისტანციური იარაღსადგურთან ერთად, იარაღის სადგურთან ერთად, რომელიც აღჭურვილია მძიმე და საშუალო ტყვიამფრქვევებით, ასევე ელექტრონული ომის კომპონენტებით. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია როგორც ფიზიკური სამიზნეების, ასევე ელექტრომაგნიტურ სპექტრში სიგნალების თვალყურის დევნება, რაც უზრუნველყოფს როგორც ადრეულ აღმოჩენას, ასევე განეიტრალების მრავალ ვარიანტს. მისი მოდულური დიზაინის გამო შესაძლებელია სხვა დანამატების, მაგალითად მიმართული ენერგიის იარაღის დამატებაც, შედარებით მცირე სირთულით მომავალში. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ამ ეტაპზე სისტემის ცნობილი კომპონენტები ფართოდ გამოიყენება ნატოს წევრ ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთაც, რაც მინიმუმამდე ამცირებს თავსებადობისა და ოპერატორების მომზადების სირთულეებს. მაგალითად ავიღოთ რადარი. Giraffe-ის რადარის ოჯახი 1970-იან წლებში დაიწყო განვითარება, ხოლო პირველი სისტემები 1967 წელს მიეწოდა. ისინი თავდაპირველად RBS 70-ის საზენიტო სარაკეტო სისტემასთან ერთად შეიქმნა. ადრეული Giraffe-ის რადარები იყო მექანიკური 2D და 3D პულსური დოპლერის სისტემები, რომლებიც GH სიხშირის დიაპაზონში მუშაობდნენ და განკუთვნილი იყვნენ დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების აღმოჩენისთვის რთულ გარემოში. დროთა განმავლობაში ეს ოჯახი განვითარდა მოწინავე ციფრულ სისტემებად, რომლის კულმინაციაც გახდა Giraffe Agile Multibeam, ანუ AMB. AMB არის 3D პასიური, ელექტრონულად სკანირებული ანტენის მასივი, ანუ PESA რადარი, რომელიც ფართოდ ექსპორტირებულია და გამოიყენება როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო დანიშნულებით, ხოლო საზღვაო შემთხვევაში მას Sea Giraffe ეწოდება. მაგრამ ნამდვილი წინსვლა მოხდა 2014 წლის მაისში, როდესაც SAAB-მა წარადგინა Giraffe RTX ვერსია, რომელიც ლოკიში გამოიყენება. შესაძლოა დრონების ომის განვითარება სფეროზე მინიშნებით ამ კომპაქტურმა Expand აქტიურმა ელექტრონულად სკანირებულმა ანტენის მასივის რადარმა მობილურობის, სწრაფი განლაგებისა და მრავალფუნქციურობისკენ გადადგმული ნაბიჯი აღნიშნა. ის სასხივი რადარს საშუალებას აძლევს თავისი სხივები ელექტრონულად და არა მექანიკურად მიმართოს. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ სკანირებას, გაუმჯობესებულ სანდოობას და ერთდროულად რამდენიმე მიზნის თვალთვალის შესაძლებლობას. ESA რადარი ასევე უზრუნველყოფს სამგანზომილებიან თვალთვალს, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია მიზნის მანძილის მიმართულებისა და სიმაღლის განსაზღვრა. ეს კრიტიკულია მცირე დრონებთან ან დაბა უმფრენ საფრთხეებთან მუშაობისას, რომლებიც შეიძლება მიწის ფონზე დაიმალონ. გარდა ამისა, მოწინავე სიგნალის დამუშავება სისტემას საშუალებას აძლევს რეალური მიზნები გამოარჩიოს ფრინველებისგან, რელიეფისგან და ამინდის ეფექტებისგან, რაც აუმჯობესებს აღმოჩენის სიზუსტეს გადატვირთულ გარემოში. შედეგად Giraffe RTX-ი უზრუნველყოფს 360 გრადუსიან დაფარვას, სრული მოცულობის სკანირებით ყოველ წამში. ის საკმარისად მგრძნობიარეა, რომ აღმოაჩინოს დაბალი, ნელი, მცირე ან LSS მიზნები, როგორიცაა დრონები, მისი counter-run ფუნქციის გარდა. ეს ნიშნავს რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებსა და ნაღმხორცნებს, აღმოჩენისა და გაფრთხილების ფუნქციონალს. LAN ვარიანტს აქვს დაახლოებით 47 მილის სიშორე, ხოლო საზღვაო ვარიანტს დაახლოებით 61 მილის სიშორე. უახლეს პერიოდში 2023 წელს დაემატა Giraffe RTX-ის განლაგების ნაკრები, რაც ტრანსპორტირებადობასა და მზადყოფნას აუმჯობესებს. და 2024 წელს წარმოდგენილი იქნა კომპაქტური რადარის მოდული, რომელიც საშუალებას აძლევს ანტენას ერთი ღილაკის დაჭერით ჩაკეცოს კორპუსში. სისტემის საერთო წონა 330 ფუნტზე ნაკლებია, რაც საშუალებას აძლევს მას მარტივად განთავსდეს მსუბუქ მანქანებზე, ანძებზე ან სახურავებზე, რათა ერთდროულად უზრუნველყოს საჰაერო და ზედაპირული მონიტორინგი. მისი მართვა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე, და ის უზრუნველყოფს მოქნილ ინტეგრაციას მართვისა და კონტროლის, ანუ C2 სისტემებთან. სხვა სიტყვებით რა ვთქვათ, ის შეიძლება შეუფერხებლად დაუკავშირდეს სხვა სენსორებს, საკომუნიკაციო ქსელებს, შეიარაღების პლატფორმებსა და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას კოორდინირებული სამხედრო ოპერაციები. ამ ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ Giraffe RTX-ზე მოთხოვნა მაღალია. აშშ-ში შვედეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი ყველა ყიდულობს ამ სისტემას, რათა გამოიყენონ იგი მსუბუქ მანქანებზე, ტაქტიკურ დანაყოფებში, სტაციონარულ ობიექტებზე ან ინტეგრირებულად საზღვაო პლატფორმებზე. ეხლა ის ასევე ლოგის თვალები და ყურებია. ეს სრულიად ლოგიკურია. Giraffe-ის მახასიათებლები იდეალურად შეესაბამება მოდულურ მობილურ CUAS პლატფორმას, როგორიცაა ლოგი.
რაც კიდევ უკეთესია, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჟირაფის სხვადასხვა ვერსიებზე, როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე ჯანსაღი მოთხოვნის პირობებში, სააბის საწარმოო ხაზები კარგად მუშაობს და მარაგები სავსეა. სააბის პერსპექტივიდან ლოკისთვის ჟირაფი პრაქტიკულად მზა გადაწყვეტაა. და თითქმის იგივე ისტორია იარაღის სისტემასთან, რომელიც ესვრის მიზნებს, რომლებსაც ჟირაფი ამოიცნობს. ეს არის Trackfire Remote Weapon Station, ანუ RWS. ჟირაფის მსგავსად მისი არჩევაც საკმაოდ მარტივი იყო სააბისთვის. Trackfire არის დისტანციურად მართვადი იარაღისა და სენსორის სისტემა, რომელიც სპეციალურად სააბმა შეიმუშავა საზღვაო ხომალდებზე, ფიქსირებულ თავდაცვით პოზიციებსა და სახმელეთო მანქანებზე ინტეგრაციისთვის, ანუ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Loki. სისტემა საჯაროდ წარადგინეს DSEI 2007 ექსპოზე ლონდონში და 2012 წელს შევიდა ექსპლუატაციაში ფინეთის საზღვაო ძალებთან, რაც მისი პირველი მნიშვნელოვანი დანერგვა იყო. ამის შემდეგ 2017 წელს გაფორმდა კონტრაქტი ზემოხსენებულ FMV-სთან, რის შედეგადაც Trackfire ინტეგრირდა ქვეყნის შიგნით Combat Boat 90 ტიპის ნავებზე და სხვა საზღვაო პლატფორმებზე. და ამ ნავებიდან მინიმუმ 26 უკრაინაში აღმოჩნდა. 2022 წლიდან შვედეთმა უკრაინას გაუგზავნა პირდაპირ სამხედრო დახმარების 21 პაკეტი, რომლის საერთო ღირებულება 11.3 მილიარდი დოლარია. დახმარებაში შედიოდა მოწინავე იარაღის სისტემები, როგორიცაა არჩერის артиლერია, Streetswan 122 ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და CB-90 ტიპის ნავები, როგორიცაა Trackfire RWS. 10 CB-90 უკრაინას გადაეცა 2024 წლის თებერვალში, ხოლო დამატებით 16 2025 წლის იანვარში. როგორც აღმოჩნდა, ეს Trackfire-ის ინტეგრაციები იყო სისტემის ძველი კონფიგურაციის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი. ახალი კონფიგურაცია, რომელიც უდაოდ ძლიერ იყო გავლენილი უკრაინის ომის გამოცდილებებით, მალე უნდა გაემჟღავნებინათ. Trackfire Ares-იც ასევე წარადგინეს DSEI-ის 2025 წლის გამოცემაზე. ის სპეციალურად შექმნილია CUAS ოპერაციებისთვის და იდეალურად ერგება Loki-ს. ოპტიმიზირებულია მაღალი სიზუსტისა და ეკიპაჟის დაცვისთვის მოძრაობისას, სროლის დროს. ის უზრუნველყოფს 360 გრადუსიან აზიმუტურ ბრუნვას და აწევის კუთხეს -20 გრადუსიდან +55 გრადუსამდე. ეხლა, ეს მახასიათებლები განსაკუთრებით შთამბეჭდავი არ არის კონკურენტ RWS სისტემებთან შედარებით, რომლებსაც როგორც წესი ასევე აქვთ 360 გრადუსიანი აზიმუტი. Kongsberg Protector RWS-ის საზღვაო ვარიანტებსა და კორეული Hanwha Defense Naval RWS აქვთ იგივე დაქვეითება -20 გრადუსით, მაგრამ ოდნავ უფრო მაღალი აწევის კუთხე +60 გრადუსი. Rheinmetall RMG-30 RWS-ის ვარიანტები როგორც წესი უზრუნველყოფს -15 გრადუსიდან +60 გრადუსამდე აწევას, ხოლო თურქული ასელსანის Stemp Naval RWS ყველა მათგანს აჯობებს -15 გრადუსიდან +55 გრადუსამდე დიაპაზონით. ეხლა ესეთი ინფორმაცია ნებისმიერ სამხედრო თემატიკის ახსე იპოვება YouTube-ზე. აქ The Military Show-ში ჩვენ სათაურებს მიღმა ვიხედებით, რომ ნამდვილი ამბავი მოგიტანოთ. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არაფერი გამოგჩეთ. ასე რომ Trackfire შეიძლება მცირედად ჩამორჩებოდეს თავის კონკურენტებს, მაგრამ რასაც ამპლიტუდაში ვერ ახერხებს, სიზუსტეში ბევრად აჭარბებს. მას აქვს ნამდვილი სტაბილიზებული დამოუკიდებელი ხედვის ხაზი, მოკლედ SILOS. ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად სტაბილიზებული სენსორის მოდული გამიჯნულია იარაღის ღერძებისგან და შესაბამისად იზოლირებულია იარაღის უკუცემის ეფექტებისგან. ეს ოპერატორს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს სამიზნეზე უწყვეტი ხედვა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სამიზნის აღმოჩენის დროს. Trackfire Ares-ის უნიკალური კონფიგურაცია ასევე საშუალებას აძლევს სამიზნე მუდმივად იყოს ლაზერული დამიზნების ქვეშ მოქმედების პროცესში, რაც უზრუნველყოფს ძალიან ზუსტ და სრულყოფილ ბალისტიკურ გამოთვლას, მათ შორის სამიზნის 3D პროგნოზირებას. მაგრამ ნამდვილი ღირებულება ალბათ ეს არის. ეს მოდულური სისტემაა, რომელიც შექმნილია კონფიგურირებადი, ურთიერთთავსებადი და სხვადასხვა პლატფორმაზე განსახორციელებლად. არსებობს ორი ძირითადი ერთეული, რომლებზეც დანარჩენი მოდულები შეიძლება დაერთოს. პირველი არის მართვის ერთეული, ანუ DU, რომელიც შეიცომელით შეიცავს სენსორის მოდულს, ანუ SM-ს. DU უკავშირდება ადამიანი-მანქანის ინტერფეისს, ანუ HMI-ს, რომელიც მოიცავს მსროლელის ეკრანს, ცეცხლის მართვის პანელს, საკონტროლო სახელურს და ვიდეო ტრეკერს. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ეკიპაჟს აქვს გარემოსა და სამიზნეების ძლიერი ვიზუალური წარმოდგენა ხად. ოპერატორებს შეუძლიათ პირდაპირ ამოიცნონ საფრთხეები, აირჩიონ შესაბამისი რეაგირება და გახსნან ცეცხლი ისე, რომ ვიზუალური კონტაქტი ეკრანებთან არ დაკარგონ. ორმაგი მართვა უზრუნველყოფს შესაძლებლობების გაზიარებას, რაც კიდევ უფრო ამცირებს რეაგირების დროს და ამცირებს სენსორიდან მსროლელამდე ციკლებს. გარდა ამისა, სისტემა მზად არის სხვა პლატფორმებთან ინტეგრაციისთვის, რაც ნიშნავს, რომ მიზნობრივი გამოსახულების მონაცემების გადაცემა შესაძლებელია როგორც პლატფორმის შიგნით, ასევე სხვა პლატფორმებთან.
რაც შეეხება მის ცეცხლის ძალას, მოქნილობა Trackfire-ის მთავარი თვისებაა. შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის იარაღის დამონტაჟება, ხშირად ერთმანეთთან კომბინაციითაც კი. RS-ის ვარიანტი სტანდარტულად აღჭურვილია 20x111-მიანი M2030 LF Bushmaster-ის ჯაჭვური ქვემეხით, თუმცა მას ასევე შეუძლია Browning-ის გამოყენებაც. M2 HMG 27-მიანი მძიმე ტყვიამფქვევი. FN MAG 58 7.62-მიანი ზოგადი დანიშნულების ტყვიამფქვევი. MK19 40x43-მიანი და HMK GMG 40x43-მიანი ხუმბარმტყორცნები და მსუბუქი რაკეტები. ასევე შეგიძლიათ დაამონტაჟოთ დამატებითი საშუალებები, როგორიცაა არალეტალური ეფექტორები და ჩამხშობები. ლოკის შემთხვევაში კომპლექტში შედის Browning-ის M2 FN MAG 58 და ელექტრონული ბრძოლის კომპონენტები ჩახშობისთვის. თუმცა ნებისმიერი სხვა იარაღი, რომელიც ახლახან ვახსენეთ, ასევე კვამლის გამშვები, დამაბრმავებლები, პროჯექტორები, ხმოვანი დინამიკები და თუნდაც მსუბუქი ქვემეხები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მასზე დამონტაჟდეს. მაგრამ თუნდაც საბაზისო პაკეტი გაძლევს იმას, რასაც სხვა უმეტესობა CUAS სისტემებისა ვერ გაძლევს. ორი განსხვავებული აღმოჩენისა და ჩართვის ვარიანტი, ფიზიკური და ელექტრომაგნიტური სპექტრის თვალთვალი. ეს გაძლევს რამდენიმე განეიტრალების ვარიანტს, ადრეული აღმოჩენის გარდა. და ეს დიდად ეხმარება ნატოს ყველაზე დიდ პრობლემის გადაჭრაში. მცირე იაფფასიანი დრონების წინააღმდეგ ხარჯთან შესაბამისი პასუხები. ახლა, როდესაც CUAS გადაწყვეტილებებს ავითარებთ, მხოლოდ მასალების ღირებულება არ არის გათვალისწინებული ამ განტოლებაში. დრო, რომელიც საჭიროა იდეიდან მოქმედებაში გადასასვლელად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება ეს პროცესი, საბოლოო პროდუქტი მით უფრო ძვირი იქნება. ამ ხრივ ლოკიმ ალბათ ნატოს ერთგვარი რეკორდი დაამყარა. შეფასებიდან მიწოდებამდე მხოლოდ 84 დღე დასჭირდა, რაც უმეტეს იარაღის სისტემებთან შედარებით წარმოუდგენლად მცირე დროა. ლოკი რეალურად შეიქმნა როგორც ერთგვარი სიჩქარის ექსპერიმენტი, რათა ენახათ რამდენად სწრაფად შეძლებდნენ შვედები ახალი CUAS სისტემის შეფასებასა და მიწოდებას. და როგორც ჩანს, ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა. ის, რაც თავდაპირველად თავდაცვის ინდუსტრიის დემონსტრაციად დაიწყო, გადაიქცა ინტენსიურ სამთვიან სპრინტად, რათა შვედეთის საჰაერო ძალების საბრძოლო დანაყოფებისთვის მობილური და ადაპტირებადი სისტემა მიეწოდებინათ. შეფასება 2025 წლის იანვარში დაიწყო და 3 თვეზე ნაკლებ დროში სამუშაო დანაყოფები მიეწოდათ. მზად იყვნენ ველზე სატესტოდ. ეს ნამდვილად თანამედროვე სამხედრო ინჟინერინერიის დიდი მიღწევაა. როგორ შეძლეს ეს? კარგი, კარლ იოჰან ბერკჰოლმის, სააბის სადაზორო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელისა და უფროსი, ვიცე-პრეზიდენტის თქმით. რადგან ეს არ იყო ტიპური პროდუქტის განვითარების ციკლი, რომელიც რამდენიმე წელს გრძელდება, მოგვიწია ჩარჩოებს გარეთ ფიქრი და ინოვაციური მიდგომის გამოყენება ამ გამოწვევის დასვევის დასაძლევად. არსებული პროდუქტების გონივრულად გადამუშავებით და ახალი ფუნქციებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებით, ჩვენ რეკორდულ დროში შევქმნით ეს კონცეფცია. ეხლა, როდესაც გვაქვს მსოფლიო დონის კომპონენტების ნაკრები თაროზე, რომლებიც მზადაა ახალი სისტემაში ინტეგრირებისთვის, ეს უდავოდ მნიშვნელოვნად გვეხმარება. რა თქმა უნდა, პროტოტიპის მიწოდება ერთი რამეა, მაგრამ მას ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს თავი ბრძოლის ველზე. და ლოკის შემთხვევაში მან ეს უკვე მოახერხა. 2025 წლის სექტემბერში სააბმა დაადასტურა, რომ ლოკი ბოლო 6 თვის განმავლობაში პოლონეთში იყო განთავსებული. ის გამოიყენებოდა მალბორკის საავიაციო ბაზაზე, სადაც შვედეთის ძალები 21 ფრთიდან, ხოლო მოგვიანებით მე-17 ფრთიდან ნატოს დავალებით იმყოფებოდნენ. მათი ამოცანა ძირითადად იყო მოკავშირეთა ობიექტების დაცვა, მათ შორის ლოგისტიკური ჰაბის, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაში. აბა, როგორ იმუშავა მან? ოფიციალური პასუხი, როგორც მოსალოდნელია შვედი ოფიცრისგან, პრაქტიკული და მოკრძალებულია. ეფექტური საჰაერო ოპერაციებისთვის საჭიროა ძლიერი სახმელეთო დაცვა. ჩვენ მიერ განთავსებულმა სისტემებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ბაზის უსაფრთხოება, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი მოკავშირეებისთვის, განაცხადა ლეიტენანტ პოლკოვნიკმა კრისტიან ბერტელსენმა, პოლონეთში შვედური კონტინგენტის მეთაურმა. სისტემის ფოტოები უფრო მეტ დეტალს გვაწვდის. სისტემაზე არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ რადარის ტესტირებისას წარმატებით იქნა ჩამოგდებული 26 კვადროკოპტერი და 17 ფიქსირებული ფრთისმქონე უპილოტო საფრენი აპარატი. ფოტოები ასევე აჩვენებს სისტემის MacGyver-ის სტილში აწყობას. რადარი უბრალოდ პალეტზეა დამონტაჟებული და ელასტიკური სამაგრებით არის დამაგრებული. კვების წყაროც მარტივად და პრაქტიკულად იყო მოწყობილი. სადენები დამაგრძელებელი კაბელის საშუალებით იყო გაყვანილი, რომელიც სავარაუდოდ გენერატორზე იყო მიერთებული. რადარის გვერდით არის წითელი კონტეინერი ანტენებით, რომელიც აშკარად რადიო ჩახშობის ბლოკია. ის არ არის შეღებილი, რაც სავარაუდოდ პროექტის სისწრაფეზე და არა დახვეწილობაზე გაკეთებულ აქცენტს ასახავს. ეხლა, ერთი მხრივ ეს აქცენტი შესაძლოა გარკვეულ პრობლემებს უქმნიდეს SAAB-ს, როდესაც ის ლოკის მთელ მსოფლიოში ყიდის. სისტემას ახლა 20 სეულის დონეზე ავარჯიშებს შვედეთის 21 ფრთა, ხოლო საბრძოლო დანაყოფებში სრული ინტეგრაცია 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
მაგრამ ნატოში ინტეგრაცია უფრო მკაცრ სტანდარტებს მოითხოვს, მაგალითად გაყვანილობის წესებსა და სტანდარტებს. ამ ადრეული მოდელების მიხედვით ზოგიერთი ელემენტი სავარაუდოდ დასალაგებელი იქნება, სანამ ისინი ფართოდ იქნება დანერგილი. მაგრამ მეორე მხრივ, თანამშრომლობის სული და მოქნილი მიდგომა, რომელიც ლოკის განვითარებაში გამოიყენეს, შეიძლება მომავალი პროექტებისთვის, ან თუნდაც ნატოს დოქტრინის ცვლილებისთვის ნიმუში გახდეს. როგორც შვედეთის საჰაერო ძალების უფროსი, გენერალ-მაიორი იუნას ვიკმანი ამბობს, ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვავითარებთ საჭირო შესაძლებლობებს და მზად ვართ ჩვეულებრივი პროცესებიდან გადავუხვიოთ, რათა დღევანდელ საფრთხეებს სწრაფად უპასუხოთ. ჩვენ მუდმივად უნდა განვითარდეთ და ვიპოვოთ სწრაფი და კომპეტენტური გადაწყვეტილებები, რათა უფრო ძლიერი საჰაერო ძალები შევქმნათ. ეხლა ჩვენ არ ვიცით რამდენი ღირსეს, მაგრამ ლოკი მასშტაბირებადია და ადაპტირებადი განვითარებადი საფრთხეების მიმართ, რადგან საჭიროების შემთხვევაში მას დამატებითი სენსორებისა და საბრძოლო მოდულების დამატება შეუძლია. ის შეიძლება იმუშაოს გადაჯგუფების დროსაც კი, რაც გადაადგილებისას უწყვეტ დაცვას უზრუნველყოფს. ის მარტივად ერთვება ფენოვან საჰაერო თავდაცვაში და შექმნილია სხვა სისტემებთან ინტეგრაციისა და ურთიერთთავსებადობის გასაფართოებლად. რამდენ სხვა სისტემაზე შეუძლია ნატოს ამის თქმა? ეს მახასიათებლები შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი იყოს მომავალ წლებში. მოგრძალებულმა ირანულმა შაჰიდის დრონმა ომი იმდენად შეცვალა, რომ აშშ-საც კი მოუწია მისი უკუინჟინერიის ჩატარება, რათა სწრაფად შეექმნა საკუთარი ანალოგი. ვერაფერი შეედრება მაღალი დონის სისტემების, როგორიცაა პატრიოტი და თადი, ძალას შემომავალი საჰაერო ობიექტების აღმოჩენასა და განადგურებაში. მაგრამ მხოლოდ უკრაინას შეუძლია რამდენიმე თვეში მთლიანად მოიხმაროს PAK-3 რაკეტების 1 წლის წარმოება, თუ მათ ხელში ჩაიგდებს. შესაძლოა ომის სახე იმდენად სწრაფად იცვლება, რომ საუკუნოვანი ხანგრძლივი, მაგრამ მომგებიანი თავდაცვითი წარმოების ციკლი უბრალოდ ვეღარ არის მდგრადი. ის ძალიან ძვირია და მეტისმეტად ნელია. ამ ახალ პარადიგმაში სწორედ მოქნილი, კრეატიული, ადაპტირებადი და მარტივად მასშტაბირებადი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ლოკი, სავარაუდოდ გამარჯვებულები იქნებიან. რა თქმა უნდა, განახლებებს მუდმივად შეგატყობინებთ. თითქმის არც ერთი კვირა არ გადის CUE-ში საინტერესო სიახლეების გარეშე. და ნახეთ ეს ვიდეო, გაერთიანებული სამეფოს ახალ CUAS სისტემაზე, Dragonfire-ზე. მადლობა ყურებისთვის.